გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის დროა. სრული ისტორია, როგორ შეიქმნა საქართველოს თასის მფლობელი თბილისის სპაერი. დღეს ჩვენ სტუმარია ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის ლიდერის სპაერის მთავარი მწვრთნელი აზუკა კიღურაძე. აზუკა, მოგესალმები. სასიამოვნოა შენ სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. როგორ ხართ? მადლობა პირიქით მოწვევისთვის, ყურადღებისთვის. კარგად ვართ, უფრო გაზრდილები შეიძლება ითქვას. გადაიარა ამ ევროპულმა ემოციებმა? გადადის, შეიძლება ითქვას, ჯერ ბოლომდე მაინც ისეთი რთული დღეები გამოვიარეთ, მაინც ახლა ჩვენი დონის კლუბმა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ღირდა ეს ყველაფერი ამათ და ამაზეც საუბარი მოგვიწევს ალბათ ყველაფერზე რა და როგორ. აუცილებლად. ავიც. კარგი, მოდი დავიწყოთ დღევანდელი ვითარებით. რა ხდება სპაერში? ვართ პირველ ადგილზე და ვიბრძვით თუ უკვე თვლით თავს გადასულებად ეროვნულ ლიგაში. ეგეთი ამბები ფეხბურთში უნდა გამოირიცხოს, სანამ ოფიციალურად არ მოხდება ყველაფერი. მე ვფიქრობ იმას, რომ ძალიან რთული მეორე წრე გველოდება. დავიწყებ იქიდან რა ხდება სპაერში, მივყვეთ ქრონოლოგიურად. სპაერში ხდება ის, რომ როგორც ვახსენე, ესე იგი ძალიან რთული პერიოდ გამოვლილი გუნდი ვართ. ოღონდ ვთვლი, რომ ბევრად უფრო გაზრდილები ვართ, ყველანაირი კუთხით აბსოლუტურად. ეროვნულ ლიგაში ვართ პირველ ადგილზე 8 ქულით, გუშინ საიბერიასთან მქონდა თამაში და სამწუხაროდ ბოლო წამზე შეიძლება ითქვას გოლი მივიღეთ და ფრედამთავრდა თამაში. შესაბამისად ქულების რაოდენობა უკვე გახდა 8 ქულამდე, 18 თამაში არის წინ დარჩენილი და ხო როგორ შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცას რაღაცა არავითარ შემთხვევაში. არა, აშკარა ფავორიტები კი ხართ. ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს მერწმუნეთ, თქვენც ახლა ჩემზე გამოცდილები ხართ ამ საფეხბურთო ამბებში. ერთი და ორი არ გვინახავს ეგეთი. ამიტომ მე შემიძლია ვთქვა ის, რომ ფსიქოლოგია ზოგადად ჩემს კლუბში დიდ როლს თამაშობს და ესეთი მიდგომები ნამდვილად არ მაქვს მე ჩემ ფეხბურთელებთან, რომ რაღაცა უკვე დამთავრებულია, უკვე გადასულებად ესეთი რაღაცა პირიქით. მე ვიძახი იმას, რომ 8 ქულით ქვემოთ ვართ, ჩვენ ვართ 8 ქულით ქვემოთ და უნდა დავეწიოთ იმ პირველ ადგილას, ეს არის ჩემი ფსიქოლოგია და ახოთ როგორ გამოვა რა გამოვა ეს სამი წაგებაა 8 ქული. არაფერი 18-18. აზუკა, აი რაშია სპაერის ძალა, რაში გამოიხატება, აი რით ჯობდა მეტოქებს, რით ჯობნის რა, მაინც რით დგას ხებზე მეტად. მე რაღაც გამიგია, რომ უფრო კარგი მომზადება აქვთ, აი რა ვიცი, მოწესრიგებული შედარებით, დიდი ხელფასები არ არის, მაგრამ რაც არის დროულად არისო და აი უფრო გაგვიხსენი ეგ თემა. მაგკუთხით ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურობის კუთხით ნამდვილად კარგი სიტუაცია არის ჩვენს კლუბში. რაც შეეხება უკვე სპაერის სიძლიერეს კონკრეტულად, მე შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩემს დანიშვნამდეც სპაერი ძალიან კარგად ასპარეზოდ. მე 4 წელი ასისტენტ ანალიტიკოსად მუშაობდი ამ კლუბში, სანამ დავინიშნებოდი. შესაბამისად, ფაქტურად ყველა ეტაპი გამოვლილი მაქვს ამ გუნდთან ერთად და ახლა მაისურაძე ვინც იყო ჩემამდე მთავარმცველი, მართლა ძალიან კარგად იმ ბიუჯეტით, ახლა ვერ ვიტყვი რომ რაღაცა სხვებზე უკეთესი ბიუჯეტით გამოირჩეოდა ეს გაგოდეს მე, მაგრამ ძალიან, ესე იგი, შედეგიანად ვიყენებთ, ასე რომ ვთქვა, აი ამ სტაბილურ გარემოს, რასაც ჩვენი ხელმძღვანელობა გვიქმნის. სიძლიერე ალბათ იმაშია, რაც ახლა ჩემი დანიშვნის შემდეგ უფრო თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტად ესე ვერ ვიტყვი ხა წინა მსვლელთან შედარებით, უფრო მეტად ესე არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მე რასაც ასე რომ ვთქვა ვაწვევი, ის არის რომ მეტი ორგანიზება უფრო მეტი ქონდეს მოედანზე, უფრო მეტად მე ანალიტიკოსი ვიყავი ამ საქმემდე, თავმჯდომარემდე და უფრო მეტად ვცდილობ რომ მოწინააღმდეგის ანალიზით ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ალბათ ჩემი გუნდის პლუსია რომ მოწინააღმდეგეს შესწავლა უკეთესად შეგვილია, ასე რომ ვთქვა, რაღაცა დონეზე კარგად შეგვილია და დაგეგმა თამაშებისგან ფეხბურთელების ის კონტინგენტი რაც არის ხა სპაერში შეკრებილი, შეიძლება ითქვას რომ მართლაც ძალიან მაგარი ბიჭები არიან. მინდა ვთქვა, იმიტომ რომ აი ამ გამოცდილების არც მე მქონდა ისეთი გამოცდილება, დღესაც არ თვლი ჩემ თავს გამოცდილ მწვრთნელად.
არც ეს ბიჭები უმეტესობა 90% გამოუცდელი ფეხბურთელები არიან ამ დონის თამაშებისთვის ვამბობ ხა რაც ჩვენ ბოლო პერიოდში გავიარეთ, მაგრამ გამოჩნდა ის რომ ესე იგი ერთი ხედვით ჩემი მიტანილი ამ იდეების დაჯერება, გათავისება, ის ფსიქოლოგია, ესე იგი ძალიან კარგად ამ ბიჭებმა შეითავსეს ეს ყველაფერი და ამან მოიტანა ალბათ ის შედეგი რაც მოიტანა. მოდი კიდევ უფრო ჩაგვახედე სპაიერში რა, იმიტომ ბევრმა კომაგმა არ იცის საიდან შეიქმნა ეს გუნდი, საერთოდ სტრუქტურა როგორია, მეორე გუნდიც ყავს ხო ამ თავარ გუნდს და გითხარით ცოტა ეს სტრუქტურაზე და შეგნით უფრო ახლოს გაგვაწყდა. სპაიერის შექმნის ისტორია უკავშირდება ესე იგი ხსენებულ მაგარ ადამიანს ახამაის სურაძეს, მე პირადად მაგ ადამიანმა მიმიყვანა ამ გუნდში ასისტენტად, ანალიტიკოსად, მე ბავშვთა ფეხბურთში მუშაობდი და სულ მქონდა იმის ამბიცია, ასე ვთქვათ, რომ მინდოდა რომ პროფესიულ ფეხბურთში ჩემი სიტყვა მეთქვა, ასე ვთქვათ, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთიდან უცებ ესე ადგე და რაღაცა მიხვიდე და რაღაც ესე მარტივი ეს საქმე ნამდვილად არ არის და თუ ჩემს კარიერაში რაღაცა პატარა წარმატებას მივაღწიე, პატარა რასაც ქვია, ეს არის პირველ რიგში ახამაის სურაძის დამსახური, იმიტომ რომ იმ ადამიანმა მომკიდა მე ხელი, იმ ადამიანმა მიმიყვანა პროფესიულ ფეხბურთში და ახამაის სურაძის აქვე გადაცემაში მინდა რომ დიდი მადლიერება გამოხატო მის მიმართ. ნუ რაც შეეხება სპაიერის ისტორიას, ესე იგი ახამაის სურაძემ შექმნა ესე იგი ბიზნეს ლიგა ტარდებოდა ადრე თუ სწორად მახსოვს მინი ფეხბურთის ჩემპიონატი და იქიდან თან როგორ მანქანა დიდი მანქანა ყავდა ესეთი ფურგონი მანქანა და ამ ფურგონ მანქანაში ჩაყრიდა ფეხბურთელებს თვითონ სახში გაუვლიდა გამოუვლიდა და აი ეს უბნის სტადიონზე დიდი ღომში თუ დიღმის მასივში გვარჯიშობდნენ და ეს თავი ფეხბურთის სიყვარულით ენთუზიაზმით მინახავს კი და შემთხვევით რა ვიცი სპაიერი ასოცირდებოდა მაგ კაცთან რა ახამაის სურაძესთან მთელი წესწლები პირველი დაარსების დღიდან მართლა ეგ იყო და კი ბატონო და ამ კაცის ესე იგი ამ მონდომებამ ჩართულობამ რომ აი მეხუთე ლიგიდან რო აქ ფეხბურთელებს ავარჯიშებდა და დაყავდა მიყავდა მაგრამ მე გაჩნდა იდეა რომ მოყვარულთა ლიგაში გაეკეთებინათ გუნდი იმ მოყვარულთა ლიგის მერე უკვე მოდი აი ხوار პროფესიული ფეხბურთის გუნდი ხوار შექმნათ მეხუთე ლიგაში და მეხუთე ლიგიდან დაიწყო მე და ყველა წელს ფაქტიურად გუნდი გადმოდიოდა რა ყოველ წელს და მე შეუერთდი უკვე მესამე ლიგაში უკვე ახლა მიმიყვანა კახას შვილი დადიოდა მე ჩემი აკადემია მაქვს ვიკინგების აკადემია ამ ვიკინგების აკადემიაში დაყავდა კახამაის სურაძეს ჩემთან შვილი და ისე მოხდა რომ ვარჯიშის ბოლოს ჩებოდით ხოლმე და რაღაცა მეც კითხებს უსვავდით თვითონაც რაღაცა და საფეხბურთო მეებზე ლაპარაკობდით მე უთხარი რომ მეთქი აი ანალიტიკა ჩემი ისეთი სფეროა მეთქი და მიყვარს ეს სფერო მეთქი და აქედან დაიწყო ეს რაღაცა შენ ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა რომ თუ შეგიძლიაო დამიდექიო გვერდზე მომეხმარეო რაღაცაო და ესე დაიწყო ერთ ციკლით ჩემი სპაიერში მისვლის ამბავი და მე უკვე აი მესამე ლიგიდან შევუერთდი მე ამ კლუბს და ფაქტურად ყველა წელს ესე იგი ახამაის სურაძის მეთაურობით გადავიდა ეს გუნდი მაშინ რა ქვია შემდეგ ლიგაში 4ჯერ მოიგო ლიგა ეხა რო და ან 3ჯერ ან 4ჯერ ეხა თუ არ მეშლება პირველად ის ღია ლიგაო თუ რაღაც რო ერქვა პირველად ის მოიგო გადავიდა მე-4-ში მე ხო გაიყო ის გუნდები ხო და აბერამი რო ვერ გადავიდა და მარტო რჩებოდა გუნდები და აი ეგ პერიოდი მახსოვს ხო და ვიკინგები ახსენეთ და ვიკინგებში ხუჩა კვარაცხელიას ძმაც დადიოდა როგორც ვიცი და მოგვიყევით აბა მოდი ცოტა ხანი ვიკინგებზე ვისაუბროთ რადგან ბავშვები და მოვითავოთ ეს თემა და ნუ ვიკინგების ისტორიას რაც შეეხება მე და ჩემმა ორმა უახლოესმა მეგობარმა ნუგზარ ღამბაშიძემ და ვასილ ხაჭიძემ ესე იგი დავაარსეთ ეს კლუბი ეს კლუბი დაიწყო რაც მაკაცობიდან მეგობრობიდან ამ ურთიერთობაზე დაფუძნებული კლუბი იყო და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ ძალიან მალე გაიდგა კლუბმა ფესვები ალბათ არ ვიცი ეთყობა სწორი მიდგომით ურთიერთობით ბავშვებთან სწორი ვარჯიშებით მშობლებთან კომუნიკაციით ვცდილობდით რომ მაქსიმალურად ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე ისე წაგვეყვანა ეს პროცესი როგორც თანამედროვე ფეხბურთში ხდება ნუ ჩვენ ხა დიდი რესურსებით ეს საფეხბურთო აკადემია არ გამოირჩეოდა მაგრამ აი ფედერაციის დახმარებით აი მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნო ნამდვილად რომ იპოდრომზე დავრბოდი ერთ სიტყვით ვარჯიშობ ჩემთვის და ტელეფონი მირეკავს
და ტელეფონი არ პასუხობდი ამ ტელეფონს, რაღაცა დავრბოდი, ხო და მე ამ სირბილის პროცესში 3-4-ჯერ არ გაჩერდა ტელეფონი და ავიღე რა ბოლოს ეს ტელეფონი და იყო ბატონი კახა ჭუმბურიძე, ობიაშვილის მოადგილე. და ბატონმა კახამ მითხრა რომ ისო ბატონ ლევანი არისო თქვენი კლუბით ისო რა ქვია ანუ აინტერესებთ თქვენ კლუბზე რაც კაი ინფორმაციები მოდისო რა კარგად ავარჯიშებთ ბავშვებს რაღაცა ისეთი ხმები მოდისო და გვინდაო რომ მაქსიმალურადო ხელი შეგიწყოთო თუ რამე შევძლებთ რაღაცაო და აი მართლა გულწრფელად ვიძახი მინდა რომ ესეთი საქციელი ჩემთვის აი მართლა ესეთი იყო რა თბილი და ჰუმანური საქციელი იყო, მით უმეტეს არც ბატონ კახას ვიცნობდი, მაშინ არც ბატონ ლევანს როგორ არ ვიცნობდი, ხა ვიცოდი ვინც პირადად არ ვიცნობდი და აი ეს ჩვენ საქმეს ეთყობა ისე კარგად ვაკეთებდით, თან მოედანი ქონდა, პატარა მოედანზე ვარჯიშობდით მაშინ ეს ბავშვების გუნდია და ну შეგვირდა ერთ სიტყვით რომ როცა ეს ბაზები შენებლობა მაშინ ახალი ის იყო რა ქვია შემოსული თბილისში ბევრი საფეხბურთო ცენტრი გაკეთდა და როგორც კი გაკეთდა ვაკეში დამიკავშირდნენ და გადაგვიყვანეს იმ დიდ იმაზე სტადიონზე მე პლატოზე გაკეთდა ნოცუბუდის პლატოზე და იქაც უკვე დროები მოხდა და ერთ სიტყვით აი ძალიან მადლიერები ვართ აი ამ ხალხის თან აი გულწრფელად შემიძლია თქო რომ ჩემი მხრიდან არც ერთი ან ზარი ან რაღაცა ამერიკან ეთხოვა არა იქიდან პირიქით წამოვიდა ეს კომუნიკაცია რომ აი რითი დაგეხმაროთ რითი იმას ვთქვათ ну ერთ სიტყვით ეხა ვიკინგები არის ნუცუბიძის პლატოზე ვართლიანი შემადგენლობა ყავს 6 წლიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვები და შემდეგ უკვე ვცდილობთ რომ უკვე სადაც ჭაბუკთა ლიგის ასაკში უწევთ ამ ბავშვებს გადასვლა უკვე გაუშვათ ისეთ გუნდებში მაგალითად სპაიერთან უკვე გვაქვს რაღაცა მემორანდუმზე საუბარი რომ აი გაზრდილი ბავშვები უკვე სპაიერის აკადემიაში გაუშვათ და დავით ვცდილობთ რომ ერთ სიტყვით კარგი პირველ რიგში საფეხბურთო კარგი გარემო იყოს ამ კლუბში მაქსიმალურად ვცდილობთ და ვცდილობთ იმას რომ ბავშვი რომელიც მოვა იმ აკადემიაში სწორი მიმართულებით იმ პერიოდიზაციის მიხედვით ვცდილობთ რომ გაიზარდოს და სწორი მიმართულებით აღზარდოს. რა ვიცი, აი ყველანაირად ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე თუ ყოფილა ეს პრეცედენტი რომ ასაკობრივ ნაკრებიდან ყოფილა ვიკინგების აღზრდილის მიმართ დაინტერესება მიწვევა. კი ბატონო, ესეთი არაერთი ფაქტი იყო, რაც ჩვენ მართლა პირველი ესეთი მოწვევა რომ დაფიქსირდა და ესეთი ბედნიერები ვიყავით რომ არ ვიცი, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ესეთი რაღაცა, მაგრამ აი ჩვენმა აღზრდილმა ბავშვმა რომ პირველად აი ნაკრების მაისური მოირგო ჩვენთვის აი მართლა ძალიან დიდი ბედნიერება იყო და სხვა შორის ერთ-ერთი იყო ხუჩას ძმა თორნიკე ყვარაცხელია რომელიც აი მართლა ვიძახი რომ აი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია ნუ ხა როგორ განვითარდება მისი კარიერა ძალიან მაგარი ფეხბურთელია აი რაც ხა ამ ეტაპზე რაც ჩვენთან გაიარა და რასაც მე პირადად აი უშუალოდ ხედავდი მოედანზე ცოცხლად აი არანაკლები შეიძლება ითქვას მართლა ხუჩაზე. ოღონდ ამას უფრო ცენტრიდან უყვარს ხო შეტევა? აი ხუჩას პოზიცია ჩათვალეთ აი მარცხენა ფლანგიდან შუაში შემოტანა და ერთ სიტყვით აი სერიოზული მის პოტენციალის მქონე ბავშვია და ხა ყველამ კარგად ვიცით მე ამას ყველაფერს უნდა განვითარება, შრომა და აზრ შენ ხარ ამ ვიკინგების დამფუძნებელი. და სამწუხარო პროცესში ნაში ასათინაებში არღებულა ხმელები ყავს ხო? კი ბატონო, მე ვარ ამ კლუბის ჩემთან ერთად არიან ნუგზარ ღამბაშიძე და ვასილ ხაჭიძე, სამი დამფუძნებელი ყავს ამ კლუბს, საფეხბურთო აკადემიას. ვარჯიშებს რაც შეეხება ეხა მე მოგეხსენებათ რომ მაინც როცა გადავერთე უკვე ამ დიდ მასში საფეხბურთო ავიაციაში ეხლა მე ჩავთვალე ესე რომ ორი საქმის ერთად კეთება არ გამოდის, არ გამოვა რა ეს ფეხბურთთან მithumetes მწვრთნელს იმხილა რაღაცეები გიწევს ფიქრია ეს და დაგეგმარება თუ მიდგომებია თუ ურთიერთობებია თუ მოგებული წაგებული თამაშის ემოცია ძალიან ბევრი რაღაცეები იყრის ერთად თავს. აქედან გამომდინარე მე ვარჩი ეს პერიოდი რომ ანუ გარედან ვიყო კურატორი ასე ვთქვათ ამ ჩვენი აკადემიის, რა თქმა უნდა ნუგზარი და ვასილი არიან იმ აკადემიაში, ვინც აქცევენ მაქსიმალურად და მწვრთნელებიც რა თქმა უნდა აყვანილი ლიცენზირებული მწვრთნელები, რომელიც ამ ჩვენ ერთ ხედვას და მეთოდოლოგიას მიყვებიან. თვითონ ახლა ეგ ფაქტი რომ ხუჩას ძმა მანდ მივიდა, ეხა ოჯახი რომ
და უკვე ბევრს ნიშნავს რა, ეხლა ცოტას არ ნიშნავს რა თქმა უნდა. ფეხბურთში გარკვეული ხალხი არა, ვიღაც ეხლა იქვე მცხოვრებმა მეზობელმა რომ მიიყვანოს, ეგ სხვა საქმეა და ფეხბურთში 4 წელი იყო თორნიკე ჩვენთან 4 წლის განმავლობაში ხა. ხო, ნუ ხვდებით, ანუ ესე იგი ის ბადრიც ეხლა ბადრის რა უნდა შეეშალოს ფეხბურთში. ანუ ხედავდა ეთყობა ხო რაღაცა იმას, რომ თავის შვილიც ალბათ კარგად იყო და ვითარდებოდა ყოველ შემთხვევაში და სწორი მიმართულებით მიდიოდა და ეხლა მე უკვე ჩვენ თვითონ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი რესურსები აღარ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ თორნიკე აქ გაჩერებული იყო და ჩვენ იმის აღარ ქონდა უკვე ჭაბუკთა ლიგების რესურსი და შესაბამისად უკვე თბილისის მე როგორც ვიცი, ეხლა უკვე დინამოს აკადემიაში აგრძელებს მოღვაწეობას და მე საომრობთ იმედია ხო და ის სპაიერზე ისევ გადავერთოთ და ის წლები მიხვედი პირველად მე როგორც ვიცი ირაუშიც იყავით ერთი პერიოდი და შემდეგ ისევ სპაიერში და წინა კითხვას გავაგრძელებ. აი შემადგენლობაზეც გითხარ ფეხბურთელებზე, უფრო კარგად რო გაგვაცნო ავიც გინდ თუ გამორჩევა შეგიძლიათ, აი ვისაა განსაკუთრებული წვლილი ასეთი ფეხბურთელები. ხო და ერთი გავაგრძელებ, რომ საიდან მოდიან ფეხბურთელები თქვენთან. ახლა კითხვით ვიკინგებთან რაღაც მემორანდუმია, მაგრამ ვიკინგები მაინც ბავშვთა ის არის, ხო? კი ბატონო. აი შევსება საიდან იღებს? ნუ ძირითადად შევსებას რაც შეეხება რომ მე რაც ამ კლუბში მუშაობ კახასთან 3 წელი ასისტენტად ვიმუშავე იყო მომენტები რომ სინჯებიდანაც ანუ ბევრი მოთამაშე დაგვიტოვებია აი სინჯებიდან ქუჩიდან მოსული და ქუჩიდან ეხა ესე სხვა გუნდებში მოთამაშე დაგვიტოვე რომლებიც აი მართლა ვიძახი სინჯებზე მოსული ფეხბურთელები რომლებიც მოგვეწონა ავიყვანეთ დავიტოვეთ და მე იმ ფეხბურთელებმა ლიგა ეროვნული ლიგის ისიც ითამაშეს რა ქვია ხო ორჯერ საგზური მაშინ ხო წავაგეთ ის პლეი-ოფის თამაშები მაგრამ ანუ ლიგა 3-ში რო მონაწილეობდით მაშინაც იყო რომ აი ესეთი სინჯებიდანაც მოყვანილი იყო კონკრეტულად ვიზენს ვინც გვინდოდა მაგალითად იმ ფეხბურთელებზე ეხლა არ არის ლაპარაკი უმაღლესი ლიგიდან არავინაც ამოგვიყვანია ეხლა ჩვენ იყო ისევ რომელ ლიგაშიც ვიყავით ფაქტობრივად იმ ლიგიდან სხვა გუნდებიდან გამორჩეული ვიტ ჯორჯია დინამო 2-დანაც გეგიაძე ხო დინამო 2-დან საბა გეგიაძეს დინამო 2-დან ანუ ფულები გაქვთ გადახდილი ამ იმაში არა ფულები პლატ ჯერებ პლატ ეგრე არა ეგეთი რაღაცა მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს რომ ვინმეში ჩვენ ამ გუნდის ფული მარკეთილიდან არის რუსთავიდან აი მაგალითად ბუხუტი ფუტკარაძე ალბათ ეკარს ხო სპაიერს თუ ახსენებთ მისი სახელი ყველაზე ისეთი არის რა ქვია გამორჩეული მაინც არავის გამორჩევა არ მინდა მაგრამ მაინც ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ სადაც წარმატებას მივაღწიეთ 11 მეტრიანების ყვავილობაზე მივაღწიეთ და ბუხუტი იყო ის მოთამაშე ვინც ამ თემაში გმირობა ჩაიდინა ეს მოთამაშე ბუხუტიც იყო მოყვარულთა ლიგიდან წამოსული ესე იგი მოთამაშე რომელიც ამ დრომდე ესე იგი აი ვენის ავსტრიასთან გავოდით და ხელა დონის თამაშზე აი მეც ჯერ ჩემ თავზეც ვფიქრობდი ამ ყველაფერს რომ საიდან სად მოხვდით მართლა აი ამ გარემოში ესე უცებ რაღაცა ეტაპებს რომ გადავახტით და უცებ აქ მოხვდით ამ გარემოში და ბუხუტი ფუტკარაძესთვისაც ამ ხელა პირობითად ვიზახი ხა ბუხუტისნაირად იყო ყველა ფეხბურთელი ფაქტობრივად რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ყავს გუნდში ას სასიხარულო ფაქტი იყო ჩემთვის ის რომ ესე იგი ამ თითქოს ისეთი კარიერიდან რომელიც შეიძლება ისე არ ჩანდეს საერთოდ საფეხბურთო თემაში, მაგრამ უცებ აი არაფრიდან რომ ესე ამ ხელა რაღაცა ნაბიჯს ვაკეთებ და ხვდებით წინ ეს თვითონ მოვიდა თუ მეკარების წნელმა მე როგორც ვიცი ბუხუტის ძმა თამაშობდა კახასთან მოყვარულთა ლიგაში როგორც ვიცი და ესე უთქვია მე როგორც ვიცი შეიძლება ვწდები არ ვიცი ესე უთქვია თავის ძმას ბუხუტის მას რომ ესო მეკარე არ ყოლიათ რა ვარჯიშებს რა ჩაიყენებინათ და მოდი ის რა მაგალიაო ჩემი ძმაო და რაღაცა ჩავაყენოთო რა და მოსულა ბუხუტიც ვარჯიშზე და იქ ისეთები ჩაუტარებია რომ მე როგორც ვიცი აკადემია მაგვის ან როგორც ესეთი აი საფეხბურთო აკადემია რომ ეკარების ხელი და ეს რაღაც გამოვლილი არ აქვს წარმოიდგინეთ ადამიანს და რამხელა წვერვალებზე გავიდა ის რომ გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული ამხელა თამაშები ითამაშა კონფერენციაში როგორ მიყვარს ესეთი ისტორიები აზუკა პროფესიონალი რამდენი გუნდია
სპაირის ერთი ნუ მთავარი გუნდი აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი გუნდი ყავს სპაირის დაწყებული 6 წლიდან და წავანყობენ მოყვება მე ჭაბუკთა ლიგები 17 19 დუბლები პირველი გუნდი თლიანი აკადემია შეიძლება ითქვას რომ არის დასაწყისად აქედან ამოდის ხო სიმართლე გითხრათ ჯერ ეხა ესე არ მიგვიღია ესეთი შევსება რომ დუბლებით შარშან გაკეთდა რა ჩვენ დუბლების გუნდით შარშან გაკეთდა ეხა ალბათ მიიღებს ეს იმას რა ქვია თავის სახეს ხო ეს აკადემიის ეს სტრუქტურაც რომელიც საბოლოო ჯამში მე ეს არის ამის იდეაც რომ პირველ გუნდში თავი ჩვენი ანუ აკადემიის კლუბის გაზრდილი ბავშვები ამოვიდნენ საბოლოო ჯამში და მაგათმა ითამაშონ. ეს არის ხედვა და იდეა და ამას დრო ჭირდება ეხლა რო გითხრათ რომ დუბლებიდან დღეს იმდენი ფეხბურთელი მყავს ამოყვანილი ნახდათ არ მყავს. აი იშვიათად შეიძლება იმიტომ რომ დრო ჭირდება ამ ყველაფერს რომ ამ ბიჭებმაც მიახციონ. დუბლები გონი უჩას ოსიაშვილი ყავდა წინაზე იმის ლიგაში არიან ახალციხესთან ხო? რეგიონალში. ხო, მაგ ლიგაში არიან. და კახამაისურაძე არის დუბლებში კი. აზრო უჩას ოსიაშვილზე გამახსენდა. ეხლა წინა გადაცემაში იყო საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა დღევანდელის არ იყოს. თქვა რომ აი ძალიან ესო როგორ თქვა არც ვიცი ძალიან დიდი სხვაობაა ლიგა 2-ს და უმაღლეს ლიგას შორისო. არც არისო რა ესო და შენ როგორ ფიქრობ როგორაა ეგ ის? არა, სოსიაშვილმა თქვა და მაგას რა ვიცი ხშირად დაგვიწერია და ისა არა მარტო მით უმეტეს შენგან არის საინტერესო ეს პასუხი არა ეგ ფაქტია სახეზე რომ თასი მოუგო აგერ იმას ყველა ლიგაში ხარ ნამუშევარი მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა და უკვე არ გესწავლება ნუ უმაღლესის გარდა და უმაღლესი რა ევროტურნირები ითამაშე უმაღლეს ჯგუფთან არა ხონდა ჩვენ იმის საშუალება რომ უმაღლესი ლიგის გუნდებთანაც ფაქტურად აუ ვიცი თასები იყო სუპერთასები იყო ფაქტობრივად ყველასთან ათამაშები იყო აბსოლუტურად ну, როგორ შეიძლება ითქვას ეხა რომ უმაღლესი ლიგა არ განსხვავდებოდეს მეორე ლიგისგან, მაგრამ ვერ ვიტყვი იმასაც, რომ რაღაცა კოლოსალური ის არის სხვაობა არის ამ ორ ლიგაში. მით უმეტეს ეხლანდელი ლიგა 2, წლევანდელი ლიგა 2, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა, აი გუნდებს კიდაც ჩამოყვეთ შემადგენლობის კუთხით, არანაკლები შემადგენლობები ყავთ ეხლა მაშინ მეორე ლიგის გუნდებსაც. და რაც შეეხება ჩემი ნათამაშები უმაღლესი ლიგის გუნდებთან რა თქმა უნდა, აი იცის საიდან დაიწყო ჩემი დანიშნის შემდეგ პერიოდი, რამაც ეს მოიტანა ეს წარმატები მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვწდები, არ ვიცი, მაგრამ სხვა ჯერს თელავთან მე რო დავინიშნე, თელავთან ხონდა თასის მეოთხედფინალური თამაში. თასის. და აი ეს თამაშის კარგად მახსოვს რა, რომ გასახდელში რა ზუსტად ამ თემაზე ვაკეთებდი აქცენტს, რომ მეთქი აი ჩვენთვის არ უნდა არსებობდეს უმაღლესი ლიგა, მეორე ლიგა, ის ფეხბურთელის იქ აქ ნათამაშები, აქ ნათამაშები, ის მწვრთნელი ის არის, აქ კვიპროსელია, შენ ქართველი ხარ, ჩვენ თუ ამას დავანგრევთ, ამ მითებს თუ დავანგრევთ და 11-ზე უბრალოდ ადამიანებს ეთამაშებიან, ხო? აი იქ შეგვიძლია ჩვენ ამის დამტკიცება და ზუსტად აი ის თამაში იყო მართლა, რომ 4-0 მოვიგეთ ის თამაში პირველი ტაიმი. თან მეც პირველი გამოცდილება მქონდა უცხოელი მწვრთნელი კვიპროსელი მწვრთნელი იყო ახალი დანიშნული თელავში და მეც ჩემი რაღაცა ის მქონდა ასე რომ თქვა მუღამი რომ რაღაც უცხოელთანაც მომესინჯა რაღაცა ჩემი ძალები და აი მაგ თამაშმა მე ესე ვფიქრობ რომ გარდატეხა ითამაშა ის რომ ისეთ იმაზე გავედით მაგ თამაშზე რა ქვია აი ხასიათი მეტი დაწყება რა გაგინდა პირველ ტაიმში პირველ ტაიმში 4-0 და აი მართლა რა ამ ბიჭებმაც ესე იგი დაიჯერეს ის რომ აი რაღაცა თურმე ყველაფერი შესაძლებელი არის რა ნუ მე იყო ხა მაინც თავის გამოცდილებამაც იჩინა თავი და 4-3 მორჩა ხა თელომა მეორე ტაიმი ძალიან კარგად ითამაშა მაგ თამაში იქაც გამოჩნდა ხა ხო რაღაცას კი ხასიათით იმით გავედით 4-0, მაგრამ მეორე ტაიმში 4-3 დამთავრდა ეს თამაში. ესე იგი რაღაცა მაინც არის, რომ თლად ბოლომდე არ იყო ესეთი, რა ქვია, სხვაობა ყოველ შემთხვევაში არის მაინც უმაღლეს და მეორე ლიგას შორის და აქედან დაიწყო მე ის, რომ შემდეგი თამაში იყო უკვე გაგრას წინააღმდეგ მასში, რა ქვია, ჩვენს მოედანზე მანდაც ისეთი თამაში ჩავატარით,
მანდაც იგივე განწყობით აი მართლა შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობდა ჩვენთვის გვარები, სახელები და ესე გუნდები და ესენი და სხვა შორის აი ის თამაშები, რაც თასის თამაშები ჩავატარეთ, ყველა თამაში იყო სანახაობრივად მართლა ძალიან იქაც 4-0-ს ვიგებდით, 4-3 ბოლო წამზე კიდე მომენტი ქონდა თელავს და რაღაც ესეთი დრამატული თამაში გამოდგა. გაგრასთან იყო ესეთი თამაში, 1-0-ს ვაგებდით პირველ ტაიმის, მე გასახდელში შევედით, იქაც რაღაცეები და გამოვედით, გავათანაბრეთ, მე დამატებითებში გეგიაძეს გოლით 2-1-ს ვიგებ და 120 წუთზე თუ გახსოვთ, კუთხური ჩაწოდდა და ბოლო წამზე ხელით გამოიტანა გრიგალაშვილმა და 120 წუთზე გაგვითანაბრეს 2-2 და პენალტების სერია მოყვა ამას. იქაც ისე იყო, რომ გეგეჭკორს ბოლო პენალტი რო შეეგდო, გაგრა გადიოდა ფინალში და ფუტკარაძემ აიღო ის პენალტი და საბოლოო ჯამში ჩვენ რაღაცა ისეთი თამაშები ჩატარდა, რომ აი რაღაცა თავარი ფინალი არ იყო სანა. ფინალიც იგივე. ხო და მოგვიყევით ახლა განსაკუთრებული რაღაცა ახლა. თასის ფინალი თბილისის დინამოსთან, ამხელა ისტორიისა და სახელის მქონე. ხშირად ახსენე ხა ინტერვიუებში და აქაც რაც სიმართლეა იმას ვიტყვი ხა აღრაფის მოგონებას არ ვაპირებ, მართლა იყო ის, რომ ამ მასე ვაკეთებდი ხშირად აქცენტს. ისედაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ცნობიერებაში შეიძლება ითქვას, რომ დვალიშვილი, მერაბ დვალიშვილი ჩემთვის არის, აი მართლა როგორ თქვა რა, ადამიანის რომელიც ესე იგი მეოცნებია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს და არაფერს პირობითად არ წარმოადგენს ჯერ, ანუ იმით პიროვნულად არ ვიზახი ამას, ანუ სპორტული კუთხით ვიზახი ამ ყველაფერს და ესე იგი ადამიანი 0-დან 0%-დან ესე იგი ჩადის ამერიკაში, სადაც იქაც ამხელა პრობლემები უნდა გადალახოს ჯერ რომ სავარჯიშო დარბაზში წავიდეს, ხო? რაცა სახლი იქირაოს, იმასთან თან უნდა იმუშაოს, იმიტომ რომ თან დარბაზში წავიდეს. ვერ იქ უნდა მოხდე ისეთ გარემოში, სადაც ამ ვიღაცა ხელს შეგიწყობს, ანუ რამხელა რაღაცა გზა უნდა გაიარო, ესე იგი ამ რაღაცამდე და ეს რამხელა მონდომება არის ამისთვის საჭირო. ხო, ეს ხო შემთხვევით არ მომხდარა მერაბ დვალიშვილის ცხოვრებაში, რომ წამოგორებული იყო ეხა და აქ უცებ დაეცა ეს ყველაფერი თავს. რამხელა შრომა და ნებისყოფა რამხელა არის ამ ყველაფერში ჩადებული. ხო და ზუსტად აი ამ რაღაცეებზე მქონდა ერთ სიტყვით აქცენტი გაკეთებული, თან შონ ომალისთან მქონდა მაშინ თუ ხსოვთ ის ომალის ეხა ცოტა ისეთი ხო, ჩვენთან შეიძლება თბილისის დინამო იყო. თბილისის დინამო იყო ომალი და ჩვენ ვიყავით მერაბ დვალიშვილი, შეიძლება ეს შედარება გავაკეთოთ რა და მერაბმა მიაღწია იმას, რომ ის თბილისის დინამო ხო, ეს ომალიც ისე იმასკნა დაამარცხა, რომ ესე იგი ყველაფერი შესაძლებელი იყო და ეს სიტყვით ამ რაღაცეებზე სამოტივაციო და ფსიქოლოგიური კუთხითაც ყოველთვის დღესაც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში როგორ გამომდის ეს უკვე არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ რომ ფეხბურთელისთვის მით უმეტეს ეს სხვანაირი კუთხით დანახება, ესე იგი ამ რაღაცეების საჭიროა, აუცილებელიც არის და აი ამიტომაც არიან კიდე ერთხელ აღვნიშნე მაგარი ბიჭები, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ვიღაცამ ცოტა ისე მიიღოს, ქართველები ვართ, ხო? შეიძლება ცოტა ისეთმა რა, ცოტა არასპორტულმა ფეხბურთელმა ცოტა ისე მიიღოს ეგ საუბარი რა, ცოტა იუმორში გაატაროს, ცოტა ისე გაატაროს ეგ სიტუაცია, მაგრამ ამ ბიჭებმა, ანუ ესე იგი, ანუ ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რაც ჩვენი მხრიდან მიდის ეს რაღაცა გინდათ სამოტივაციო და სხვანაირი კუთხით დანახება, ამ რაღაცებს ისრუტავენ. აი მართლა ვიზახი, ისრუტავენ ამ რაღაცებს და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე, რომ დაეთყოს, ანუ მენტალური კუთხით დაეთყოს, იცით რომ ეხლა თბილისის დინამოსთანაც თუ გახსოვთ და გაგრასთანაც ვაგებდით და როგორი კამბექები დავატრიალეთ, ეგ ეს გუნდის ხასიათზე მეტყველებს ეს ყველაფერი, ხო? თბილისის დინამოსთანაც ეხლა 1-0-ს ვიგებდით. გავედით შესვენებაზე 2-1-ს ვაგებდით და 92 წუთზე ესე იგი ვათანაბრეთ ანგარის და იქაც მე პენალტების სერიაში, ანუ ესე იგი კი, ეს ტაქტიკური კუთხით, ანალიტიკა იქნება, დაგეგმარება იქნება თუ რაც იქნება ჩვენი მხრიდან, მაგრამ საერთოდ ჯამში მე ვფიქრობ, ფეხბურთი არის ხასიათის თამაში არის, აი როგორ ხასიათზე არის გუნდი. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ალბათ რაღაცა კუთხით აი ეს ხასიათის ამბავი ჩვენ გუნდში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიშანდობლივი, რომელიც აი ამ შედეგში საბოლოო ჯამში რაღაცა სახეს იღებს. და რა თქმა უნდა, ეხლა მარტო ხასიათიც არ არის ფეხბურთი, ეხლა შეიძლება ძალიან მაგარ ხასიათზეც იყო, მაგრამ ის რაღაცები, დეტალები გამოწეს და ტაქტიკური ამბებიც. ხო, ანუ რაღაცა ფაზლი არის ასაწყობი, რომელიც ესე იგი ყველა იმაში უნდა სწორად უნდა იყოს გასაღებები მორგებული რა და
რა ვიცი, ვცდილობ ხა მეც 35 წელი ვცდილობ ნახე ხა რა მაგარი რაღაცაა რომ პირველი თამაში როგორც 4-0 მოიგო პირველი ტაიმი. მერე მოიგო ესა ნახევარფინალი. არა, ნახევარფინალი არა, შედეგი 1000 მოიგო. მერე და ეხლა გუნდი აყავს იმაში. უმაღლეს ლიგაში, ეროვნულ ლიგაში და ესე თუ გააგრძელე და გისურვებ რომ ესე გააგრძელო, მგონი კაპელო იბადება ნექნებ. რა მაგარი ეს არა მე ჩემთვის იმისთვის რა ახალ დამწყები მწვრთნელის კაპელო თუ არ დაბადებულა რა ნელ-ნელა გახდა და ნელ-ნელა მეც აი და წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა, გაიხარით მართლა გულწრფელად. მეც ისეთი ადამიანი ვარ რა ზოგადად რომ ანუ წარმატებას რასაც მივახცე მაგალითად თუ რაღაცა წარმატებას მივახცე აი ანუ არ მინდა რომ ეს წარმატება იყოს რომ ამაზე კონცენტრირდე რომ აი ეს ხო მოხდა უკვე და ერთჯერადი რომ რაღაცა არ ვარ ანუ ცოტა ჩემფეხბურთელებთანაც სულ მაგაზე მაქვს აქცენტი რომ ეს უკვე წარსულია რა წარსული ამისგან ესე იგი ჩვენ რაღაც გავიმარჯვეთ რაღაცაზე მაგრამ იქეთ გამოცდილება მივიღოთ ეხლა ამ რაღაცისგან და ახალ რაღაცებზე გადავერთოთ რა და არ ვიცი ხა შეიძლება ეხა რაღაცა პატარა წარმატებას მივახციე მაგრამ შეიძლება გავიდეს რაღაცა 1 წელი 2 წელი და სულაც არ ვიყო მე პირობი და წარმატება მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში შევეცდები მაქსიმალურად რომ ჩემი გასაკეთებელი საქმე ისე გავაკეთო როგორც მაგდა უფრო მაგრად გავაკეთო თან შემიძლია ვთქვა რომ ეხა რა გამოცდილებაც მაქვს მე გაცილებით მეტი გამოცდილება მაქვს დღეს ვიდრე სპოზინ თასის თამაშებზე და შარშან რაც მქონდა და დანარჩენი უკვე ფეხბურთია და ნახოთ არ ვიცი და ეს ყველამ ვიცით ახლა საფეხბურთო თემში მაინც არაფერი ისეთი დიდად არ იმალება ხოლმე და მწვრთნელებში მით უმეტეს და ну კარგი რეპუტაციის მქონე მწვრთნელია და მოხარული ვართ რომ აქ არის ჩვენთან იმყოფება და მაინტერესებს ესეთი რამე აი თუნდაც ამ ორმა თამაშმა აუსტრიასთან ამხელა დონის კლუბთან გუშინ წინ რო იქ თამაშობდით მეოთხე ლიგაში დღეს აგერ ვენის აუსტრიას ეთამაშებით აი თუნდაც ამ ორმა თამაშმა რა მისცა გუნდს რამხელა გამოცდილება მისცა და აი რამ ხრივ მისცა აი ეგ რო გითხრათ კაი კითხვაა ძალიან რა აი მეც ეხლა მოგახსენით რომ ანალიტიკოსად მუშაობდი და ანალიტიკური მუშაობა სამსახური არის ძირითადად ეხლა ტაქტიკურ ხა ფიტნეს მე არ ვეხებოდი და იმას რა ქვია მე ვეხები ძირითადად ტაქტიკურ მოქმედებებს შეტევაში დაცვაში ზონების მიხედვით გადასვლებში სტანდარტულ სიტუაციებზე და რაც 11 კაცის მოქმედებას მოედანზე მე რაც აქამდე თამაშები ჩამიტარებია ну მესამე ლიგაში 2 წელი ვიმუშავე მეორე ლიგაში უკვე შარშან თასის თამაშები უმაღლესი ლიგის გუნდებთან სუპერთასის თამაშები მე იმას კი არ ვიძახი რომ ქართულ გუნდები ანუ ისე არ თამაშობენ რა ქვია ტაქტიკურად არა უბრალოდ ნახე ესეთი ტაქტიკური თამაში რაც ეხა ვინის აუსტრია თამაშობდა მე ჯერ ჩემ გუნდს აი ამის წინააღმდეგ ჯერ ნათამაშები არ ქონდა აი ამ მეთოდების წინააღმდეგ ნათამაშები არ ქონდა ანუ ისეთ განლაგებას თამაშობდა ეს გუნდი როცა მაგათაც ბურთი ქონდა რომ აი მე ხა ძირითადად უფრო პრესინგის მოყვარული ვარ უფრო ზემოთ თამაშის მოყვარული ვარ უფრო აგრესიულ თამაშის მოყვარული ვარ მაგრამ ისეთ რიცხვებში და მეთოდებით თამაშობდნენ თავის ნახევარზე, რომ იქ დაპრესინგებითაც, აი ამდენი ხანი დაფასთან ვიჯექი, ვცდილობდი რომ ეს რაღაცები ამომეხსნა, რომ აი როგორ მეთამაშა ზემოთ. ფეხბურთი, აი როგორ მეთამაშა. თუ ამოვიდო და გოლი იყო, უკვე ისეთი რაღაცა ქონდა ამ კაცს დალაგებული შტეფან ჰელმის სხვა ჯერ მაგაზის მოგიყვებით, ძალიან მაგარი სპეციალისტი, უმაგრესი პიროვნება. ისეთი მეთოდებით თამაშობდა ქონდა ესე იგი აწყობილი ეს თავისი შეტევის ორგანიზების ამბავი თავისი ნახევრიდან რომ ანუ ფაქტიურად ვერ მოვახერხე ის რომ ანუ მაღლად აწეული უკვე 11-11-ზე უბრალოდ აი მაგიდაზე რომ დავსვათ ვინ როგორ შეიძლება რა ისი ადიოდი და იქინა გამოდიოდა არადიოდი და სხვანაირად გამოდიოდა ანუ და ესეთი რაღაცის წინააღმდეგ ჩვენ ათამაშები არ ქონდა ხვდებით რას ვიძახი ჩვენთვის ახალი იყო ეს ყველაფერი შესაბამისად მომიწია ის რომ ჩემ იმაზე რა ქვია პრინციპებზე მithumetes ახლა მოგიხსენებათ რომ ამხელა დონის გუნდია ამხელა დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში ჩვენ ახლა მეორე ლიგის ფეხბურთელები რომლებიც ახლა უმაღლეს ლიგაში ჯერ ფეხბურთი რომ ათამაშები არ გვაქვს და უკვე ამხელა კონტრასტი არის უკვე ამ ორი გუნდის წინააღმდეგ და ვარჩი ეს საუკეთესო გზა ჩემს ტვინში რომ იქ მithumetes ისე გვეთამაშა რომ დიდი პირველ რიგში დიდი ანგარიში არ წამოსულიყავი და აზრი ქონოდა უკვე აქ საქართველოში თამაშს
გვეთამაშა ისე რომ ესე იგი ნაკლები საგოლე სიტუაცია მიიღო მოწინააღმდეგეს და კონტრშეტევებზე უფრო მეტად აგებული ქონოდა ჩვენი თამაში. ხო. და მოხდა ისე რომ წარმოვიდგინე მერვე წუთზე ჯერ აი იმასაც მოგიყვებით რა თვითონ სიტუაცია რა ეხა აი ავტობუსით შევდივართ ჯენერალი არენა ქვია მაგათ სტადიონს ულამაზესი სტადიონი ახალი აშენებული და 2 საათით ადრე მივედით იმას მოედანზე. უკვე გულშემატკივარი ფაქტურად აი 80% უკვე იქ 2 საათით ადრე. ეს ავტობუსი რო შედიოდა მაშინ რა ქვია ტუნელში. ისეთებს გვეძახდნენ და ვანახებდნენ შუათითებიდან დაწყებული არის მეგონა რომ მეთქი მადრიდის რეალი ვიყავით და რა ქვია მას ვეთამაშებოდით რა. რა ქვია ბარსელონას რა ესეთი იმათთვის ყველა მადრიდის აი მართლა ვიზახი ანუ აი კულტურა ესე იგი როგორ ქონდათ ესე იგი ამ ხალხს რომ ანუ იმას არ აინტერესებს შენ მეორე ლიგის საქართველოს გუნდი ჩადიხარ თუ იჩადიხარ მეტოქი ხარ და დამთავრდა მეტოქი ხარ და მტერი ხარ ხო გახურებაზეც რო ესე იგი რო გავედით ამ გახურებაზე დაანგრიეს აი ჯერა აი გახურებაზე რო ჩვენ თავის წნეხში გვეგზნოდა რა დაანგრიეს იქაური თან აი ჩვენი მიმართულებით ისეთი რაღაცეები რა მე მაგალითად აი დრაგოვიჩი ესე იგი იმის რა ქვია ავსტრიის ნაკრებში 100 თამაში აქვს კაც ნათამაშები და ის საკარია და ავსტრიის ნაკრების ბევრი ფეხბურთელები იყვნენ იქ ისეთი თამაში შემოგთავაზეს ასე გოლი რო შეგვიგდეს იქ რაღაცა მისვლები ფეხბურთელებს შუბლის მიდე ანუ განწყობა თვითონ ესე იგი ამ გუნდსაც გულშემატკივარსაც ისეთი ფსიქოლოგიურად ხო აი ფსიქოლოგიურად აი ჩვენ რო გვეგონა რაღაცა ტვინში ხო ფიქრობ რა მეორე ლიგის გუნდი ხარ და ჩახვალ მაინც რა უნდა ხდება და გაგიგორებს რაღაცა ეგეთი რას ლაპარაკობ ხო იმათმა იკადრეს ანუ მე იმას კი ავიძახი რაღაც იკადრეს რა სწორიც არის რომ ესე იგი ფეხბურთი არ არის მარტო 11-11-ზე დაფაზე დახაზული რაღაცა მოქმედებები ფეხბურთი არის ზუსტად აი ეგ კულტურა რაც ეხა იმათმა გამოამჟღავნეს იქ რომ ი მეორე ლიგის გუნდსაც უმაღლესის გუნდსაც თუ კონფერენს ლიგაზე როგორ შემართებით ესე იგი შენ მეტოქესთან როგორ უნდა იყო რომ მით უმეტეს შენ სტადიონზე ესე იგი მაქსიმალურად წნეხის ქვეშ ამყოფო და აი რადონის გმირები არიან ეს ბიჭები ხა თქვენ წარმოიდგინეთ რომ გავდივარ სტადიონზე და ხა აქ მეორე ლიგაში ხა ვიცით რომ შეიძლება 100 კაცი მაქსიმუმ იყოს თამაშზე დასწრების და ძირითადად ახლობლები მშობლები და ესეთი ძირითადად და გადიხარ მოედანზე და თან წვიმა საშინელი თან ეს გულშემატკივარი თან აი ეს წივილი კივილი რაღაცა ისეთ გარემოში რომ აი უბრალოდ დაიზაფროს შეიძლება ფეხბურთელი რა იმ გარემოში რომ პირველად რომ მოხვდები ამ გარემოში და მე უშუალოდ თამაშის მეთოდებიც ეხა მოწინააღმდეგემ რაც შემოგთავაზა მაღალი პრესინგი იქვე კონტრპრესინგზე თამაში იქვე რომ ცდილობდნენ მაქსიმალურად რომ ჩვენ ნახევარზე 90 წუთი ჩვენ ნახევარზე ყოფილიყო დაკარგულზე იქვე განმოსულიყვნენ და ჩვენ კართან ეტრიალად. მე ამ ყველაფერს რა მოყვა რომ მერვე წუთზე ჩვენი ამოცანა იყო რომ სტრაფი გოლი ესე დრო სტრაფი გოლი არ უნდა მიიღო ესე ფსიქოლოგიურ წნეხში ხარ. სხვა შორის პირველი კარისკენ დაარტყა ჩვენ გავაკეთეთ ფონიავას ისა რა ქვია კონტრშეტევას. მერვე წუთზე იღებ გოლს ეს არის აი რა ვთქვა ეხა იმას ფიქრობ ეთქობა ყველა ფიქრობს რომ აი ეხა რაღაცა კიდე შეგიყრიან მაგრამ მართლა ჩემი ბიჭების სასახელოდ მივხვდი რომ ვაშკაცურად აი მართლა თითოეულ ორთაბძოლაში ინდოის რაღაცა ქართული სისხლი ქართული ხასიათი რაღაცა იყო რა აი ეს ამით გავედით ყოველ შემთხვევაში რომ აქაც ვანახოთ რა აი ავსტრიაშიც რაც შეგვიძლია ქართული აი ის ბრძოლის უნარიანობა მინიმუმ რომ ვანახოთ რომ ესე მარტივად აქ ვერა ქართველები ვართ, ქართული სისხლი გვაქვს, რაღაც აი ეს ხო რა. და ნუ მოხდა ისე რომ კი ეხლა მოწინააღმდეგე სხვა შორის მაგ თამაში ჩვენ 3-4 საგოლე სიტუაცია შევქმნით ეხლა ვენის ავსტრიასთან ეხლა გასვლით თამაშზე იმ თან ისე წვიმაში, თან აი მინდა გითხრათ რომ მინდორიც მოედანი ხა ვითამაშია მესხზეც იქაც აი სუს ბურთი მაგალითად სულ სხვა ბურთი რა ეს ის რა ქვია აი რაღაცა წინა დღეს ვარჯიშზე გავედით თამაშის წინა ვარჯიშზე აი უბრალოდ პასინგს რო ვაკეთებდით რომ ფეხი ეგზნოთ ბურთთან ისე რა ქვია აი თითქოს რაღაცა სხვა რაღაცა იყო რა სხვანაირად ხდებოდა ამაზე რა ფეხზე ეს ბურთი სხვა სიძლიერით მიდიოდა მინდორიც ძალიან დაბალი ძალიან ხშირი
მორწყული, აი ძალიან სწრაფი, ანუ ჩვენთვის იმის თქმა მინდა, რომ ძალიან უცხო იმაში მოხდი, წარმოიდგინე, ყველა მხრიდან ესე იგი იყო ისა რა ქვია რა, სიახლე, წინაღობა და ამის მიუხედავად მაინც მოხდა ისე, რომ ბოლო მეორე გოლი 90,000 წუთზე გაუშვით, ხო, 90,000 იქეთ იყო. ხო, 11 მეტრი და წეგენ ახსენი რომ ისო მეორე თამაშიო, ანუ სიახლეად მორჩა რა. ხო, ცუდად მორჩა. მაგრამ აი რისი თქმა მინდა რა, ეხლა მე არაფრის იმას არ ვაპირებ. არასებიც გვინახავს. არა, რისი თქმა მინდა რა. ნახე, მე თუ მკითხავთ, ან როგორც მწვრთნელს, ამ გუნდის მწვრთნელს, ესე იგი, მეორე თამაშის, ოღონდ გოლებან 40 წუთი ხა ჩვენ იქ 3 წუთია მონაკვეთში გავუშვით 3 გოლი. მე 40, 53 და 50. ეხა არ მინდა თავის საქებრად იმას ხნა რა ქვია რაღაცები ჩამითვალოს, მაგრამ პირველი თამაშიდან სხვა შორის სტეფან ჰელმაც ზუსტად ეგ მითხრა, რომ თამაშის მერე ვისაუბრეთ. სხვა შორის კაიხანი ვისაუბრეთ, ძალიან კარგი ადამიანი იყო და ანუ ესეო, იქ ეხა თქვენ თუ დააკვირდით გასული თამაშზე, ნუ იქ ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, ეხა ჩვენი ფეხბურთი იყო უბურთო თამაში და რაღაცა კონტრებზე რაღაცა გადავიდო. და იქნებ იქეთ. და 3-4 გადაცემას გვიჭირდა რა, რომ რაღაცა ერთმანეთზე გადაგვება რა, იმდენად სიმჭიდროვში და შესწავლილი ვიყავდით ერთ სიტყვით მოწინააღმდეგეს და აქ თამაშზე ესე იგი პირველი ტაიმის აი ვაისკაუძე რო შეხვალდა სტატისტიკას რომ ნაკლებო პირველ ტაიმში ბურთის ფლობა სპაიერს ვენის ავსტრიის წინააღმდეგს 62-38 პირველ ტაიმში. ანუ და იქ იყო კატასტროფა, ანუ ბურთი არ ქონია საერთოდ ჩათვალეთ რა და მე ეხა იმ 40 წუთშიც თუ გაიხსენებთ იყო იქ ისეთი ორი ეპიზოდი. ანუ ამით აი რა გვინდოდა, ბარემ თუ შეგვიძლია ვისაუბროთ. დაახლოებით ვიცი, დაახლოებით რასაც სიტყვი, მაგრამ აინტერესებს. ისი თქმა მინდა რა. ესე იგი იქ იმ თამაშზე ნახე როგორ რაღაცა იყო, ესე იგი ჩვენივე დაკარგული ბურთებიდან, აი რასაც მაგალითად აი რას გვიკეთებდა მოწინააღმდეგე რა. რომ ბურთს გვაშვებინებდა ფლანგზე, ისეთ გადმოლაგებებს აკეთებდა, ბურთი შემოდიოდა ფლანგზე, ფლანგიდან უკვე ისეთ სიმჭიდროვეს გვიქმნიდნენ აქეთ, ფაქტობრივად 7 მოთამაშე ფლანგის მიმართულებით იყო და მიმართულებასაც ვეღარ ცვლიდით, მიმართულებები შეგვეცოლდა, გვიწევდა ვერტიკალური გადაცემებით, ესე იგი თამაში. სადაც იდნენ პლავოტიჩი 1.97 m, დრაგოვიჩი 1.90 m, ლი 1.92 m. და მე და მოუგე. ხო, და ამ ბურთებს ერთ სიტყვით ყველა ვერტიკალური გადაცემა აი კედელს რომ მოარტყავ ბურთს და უკარო გიბრუნდება ერთ სიტყვით აი ზუსტად რაც საგოლე სიტუაციები შექმნა ვენის ავსტრიამ ჩვენთან აი საგოლე სიტუაციების კუთხით ვიზახი რა ყველა ფაქტურად შეიქმნა ესე იგი ჩვენივე დაკარგული ბურთიდან წამოსული შეტევები ანუ სწრაფი შეტევები კონტრშეტევები ეხა და მაინც ნუ მოხდა ისე რომ ბევრი შეტევა კარგად დავიცავით ამ კონტრშეტევებზე ну фактурат ერთი გოლი გავიშით სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით თუ პირველი გოლი თუ გახსოვთ სტანდარტული სიტუაციის მეორე ფაზას მოყვა ის პრასტრე შეცურებული ბურთი რო წავიდა მე აი რა მოხდა რა მეორე თამაშზე გადავწყვიტე ესეთი რაღაცა რა სტაფმა რომ ესე იგი მოწინააღმდეგე რო გვაიზულებდა რომ ამ სამი ფორვარდით თამაშობდა რა წინ რომ ფლანგზე ბურთი შეგვეტანა და იქ ის ჩვენ თუ ისევ ვითამაშებით ან აი 0% იქნებოდა რომ ჩვენ რაღაცა აი 0% იქნებოდა იმიტომ რომ ისე მარტივად გვართმევდნენ ნაბურთებს რომ შანსი არის და აქეთ მოდიოდა კიდე საგოლე სიტუაციები პირველ ტაიმში რომ მოწინააღმდეგეს ქონდა 10 საგოლე სიტუაცია ჩვენ ნუ 40 წუთამდე ვისაუბროთ ეხლა 40 წუთის მერე ნუ ვისაუბროთ რომ მართლა 3 წუთში 3 გოლი რაღაცა გავუშვით ნუ ეს უკვე აღარ იყო ჩვენი გეგმაში 40 წუთის განმავლობაში ესე იგი 62-38-ზე ბურთის ფლობა ქონდა სპაიერს, ესე იგი შემთხვევით ხო არ მომხდარა ეს ხა თან იგივე პრინციპებით გვაპრესინგებდა მოწინააღმდეგე, ზუსტად იგივე პრინციპებით ასაც იქ არ შეუცვლი არაფერი. მაგრამ ჩვენი ამ რაღაცა შეცვლილი მეთოდებმა მოიტანა ის რომ ესე იგი ჩვენ თუ ბურთს აღარ დავკარგავდით ამდენჯერ, ესე იგი აღარ წამოვიდოდა ის საგოლე სიტუაციებიც ამდენჯერ. ხო, უკვე სტატისტიკურადაც რომ მივუყო, ხო? შესაბამისად თუ ამ ფაზას გავუნეიტრალებდით და ბურთს ავიღებდით ის ფაზა უკვე იმათ შეუნელდებოდათ ასე რომ ვთქვა ეს საგოლე სიტუაციები. პლუს ამას ჩვენ გქონდა ისეთი რაღაცა დაგეგმილი მართლა რომ ანუ ცენტრში შევქმნით ესეთი უპირატესობები რომ მოწინააღმდეგეც რომ გვაპრესინგებდა ცენტრში ყოფილიყო და ფლანგზე ბურთის გასვლის შემთხვევაში იქ ისე ჩარბენებს ვაკეთებდით რომ 2-2-ზე სწრაფ ფორვარდებს
უსვავდით იმათ ორ ცენტრალურ მცველს და ზუსტად აი ამ სიტუაციებმა ორი საგოლე სიტუაცია ისეთი აი გეგიაძეს ჰქონდა სხვა შორის ესეთი მომენტი რომ ერთი პასი იყო საჭირო აი კუთხურის ხაზიდან და იმ ლის ფეხში მოხვდა რა ფორვარდი ცეცხლაძე სულ цаრიელი იდგა მას კარის წინ აი საგოლე სიტუაცია 100%-იანი მე მეორე იქით ბარაბაძეს ჩაწოდებული გეგიაძეს შეეძლო კიდე იმ დახურვა ანუ იმ 40 წუთში მე ვთვლი რომ არც შევადარებ იმ თამაშს რაც ჩვენ ვენაში ვითამაშეთ მართლა ძალიან კაი ფეხბურთი ვითამაშეთ აი თან ესეთი გუნდის წინააღმდეგ რა და მე ნუ მოხდა ის რომ ხა 5 წუთში მე 40 52 წუთზე ხა 3 გოლი გავუშვით და პირველი გოლი რო გავუშვით აი რა იყო თან ხა ფსიქოლოგიური კუთხითაც რო ვთქვა რა ეხა ჩვენ აქ როგორი რაღაცა ქონდა ეს 2-0 ქონდა წაგებული გასვლით თამაში და აქ რო 1-0 რო რაღაცა წაგვეყვანა ის თამაში უკვე თამაში იყავი გაცოცხლებული იყავი ხო ერთ რო შეაგდებდი უკვე ერთი ქონდა დარჩენილი და როგორც კი წინააღმდეგი თან გაგვიტანა ის სტანდარტულით გაგვიტანეს ის გოლიც პლაუტიშმა მეტრა 97 წარმოიდგინეთ სტანდარტული 2 მეტრიანი კაცი ხო თავით რო დააგო ხო თავით შევიდა და მაგ გოლმაც ესე იგი ანუ გადაწურა ის რომ აი ის 5% თუ 10 რაც ქონდა ერთ სიტყვით და რა ვიცი ხა მე ისეთი შეცდომებით დაუშვით ხა ბავშვური არა ეხა ჩვენ ეხა მართლა რეალობას უყურებთ თამაშობდა კლუბი რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა და თამაშობდა კლუბი ეხა გრანდია ის აუსტრია მაგრამ ილო ბაბუნაშვილს დაურეკეს იქიდან აუსტრიიდან და ბულგარეთიდან რატომღაც გითხარიო ამ გუნდის შესახებ რამეო ჩვენ კოლეგას აი ჰელმზე მკითხე რა წედან ის რა შტეფანზე ეს კაცი ანუ აი ამ პატარა იმიდან თავგადასავლიდან შეიძლება ითქვას აი ყველაზე დიდი გამოცდილება მე ამ კაცისგან მივიღე რა ჯერ აი პიროვნულად ადამიანი არის აი რა ვიცი რო ჩაყლაპავ რო იტყვია რა კაცი რა რაღაცა საოცარი ჰუმანური რაღაცა აი რა თქვა რა გითხრათ აი რა მითხრა და პირველ რიგში ეხა ნუ ბუნებრივია რომ გამოკლეული იყო ეხა ჩემი იმით რა ქვია ისტორიით იმით ამით რომ ახალგაზრდა 35 წლის ბიჭი ხარო და ამხელა ისო რა ქვია წარმატება მეორე ლიგის გუნდით თასი მოი ყველაფერი იცოდა ეს სიტყვით ისო ანალიტიკოსი იყავი შენო მეც 8 წლის წინ ამ გუნდში ანალიტიკოსად მუშაობდი ეგეც იცოდა ხო ყველაფერი აბსოლუტურად რა და ეგრეა აი თანამედროვე ფეხბურთი რა სწავლობენ იმამდე ისე ასე ვთქვათ მაქო და მადი და ამ კაცმა რომ და ისე მელაპარაკა აი როგორ გითხრათ რა ველაპარაკი მე მეგონა რომ მეთქი მე ვიყავი ვენის ავსტრიის წველი სპაირის წველი იყო აი ეგეთი შეგრძნება მქონდა მართლა რა და მე აქაც რო ჩამოვიდა ქართულ იმაში ამბავში რაღაცა მეც აი ყვანჭგარას ღვინოვაჩუკე ყანწები რაღაცა აუხსენი ჩვენი ტრადიციები ყანწის ისტორია ფიალების იმის ამის რაღაცა და ძალიან ესე რო თქვა აი თბილი ურთიერთ დღემდე სხვათა შორის თვითონ იმაში რა ქვია WhatsApp-ის ტელეფონი გამომართვა თვითონ და ჩემი ნომერი ჩაწერა თავისი ნომერი და ხაზე ვიყოთო და რაღაცა ხო ხტები რაღაცა ისეთი თვითონ გამოხატა ინიციატივა თვითონ ეხა მე მას ვიზავდი ეხა რაღაცას დავიწყებდი თვითონ რა აი მართლა ძალიან მაგარი პიროვნება ჯერ და მე როგორც მწვრთნელი აი როგორ გითხრათ რა მაგის თამაშს ეთყობა ის რომ აი ყველა აბსოლუტურად ესე იგი ყველა თამაშის ფაზაში აქვს აი ძალიან სერიოზული ორგანიზება რა აი თავდასხმით ფაზაში პრესინგში მეორე ზონაში პირველ ზონაში გადასვლებში კონტრშეტევებში ბურთის ამოტანაში მესამე ზონაში დაკარგულ ბურთებზე გადასვლაში სტანდარტულ სიტუაციებში აი ფაზას ვერ უპოვნიდი მაგუნც ჩვენ დონეზე ხა იქ ავსტრიის ჩემპიონატში კი არის რომ მაგრამ იქაც იბძოდა ეხა მე ბოლო ტურამდე არა მე ვნახე კომენტარი პირველი თამაშის წინა დღეს იქ კიტაიშვილის კომენტარიც იყო კიტაიშვილმა რა თქმა უნდა ქართულ გუნდს გუშემატკივრობო ბევრი არაფერი ვიცი ოსპაერზეო დიდი ხანია წამოწული ვარო და მაგრამ ქართულ გუნდს გუშემატკივრობო და თვითონ ამ თქმელის კომენტარი იყო სულ არ იყო რაღაც ზემოდან ნალაპარაკები ისე საუბრობდა რაღაც რომ თხილად უნდა ვიყოთ და ასეთი რაღაცები და ტექსტები და იქ აღარ მახსოვს ახლა დეტალურად რაღაც ფეხბურთელებზეც ეწერა და იცოდა რა წარმოდგენა ჰქონდა ასე თუ ისე ფეხბურთელებზეც ათითაო აბსოლუტურად ყველაფერი და მე სტეფანმა რო იცოდა ეგ ახლა არ გამიგვირდებოდა მე 15 ანალიტიკოსი ყავდა იმაში რა ქვია სტაფში და სერიოზული გუნდია რა და ეგ ის კლუბია ის ცნობილი მატიას სინდელარი არის მაგათი
ლეგენდა ის არის, რა ქვია, გერმანელებმა როგორც ამბობდნენ, ნუ მოკლეს იმის გამო, რომ გერმანიის ნაკრებში არ ითამაშა. აუსტრიას ლეგენდა იყო რა. 38 წელს. მერაბ ჟორდანიას უნდა ეყიდა, მერე და რაღაც ბოლო მომენტში არ გამოვიდა. მერე იყო როგორი რაღაცა, იცი? თამაში რომ მორჩა იქ ვენაში. წამოვიდეთ სასტუმროში, ხო და გვიანი იყო უკვე რა. სასტუმროში რომ მოვიდეთ, თორემ პირველი იყო უკვე დაწყებული რა და სასტუმროს წინ იყო 24 საათიანი მარკეტი იყო რა რაღაცა და მეთქი დაღლილზე გადავალით ბაკალუს იმას ვიზამ მეთქი რა ესე დავლევთ ხო რა და იქაც აი წარმოიდგინე რა შევედი ამ მარკეტში რაღაც ლუდი ავიღე და სალაროსთან რომ მივედი ორი ავსტრიელი იდგნენ რა წინ და რო გამოვხედეს სპაირი კოუჩი ან მიცნეს რა ხები რა და დაჟე იმათმაც აი მართლა ვიზახი იმათმაც რომ დინამოს რო თასი მოუგეო იქო მაგრა ითამაშეთ ვან ხალხი არის აი როგორ გითხრა რა ყველაფერი ყველას მე აეროპორტშიც მე აი ყველა რა ისო სპაირი და აი გწნობდა რა ისე რა ხალხი რა პატივისცემა და ანუ რისი თქმა მინდა იცი რომ თვითონ ხალხიც აი საფეხბურთოდ აი ძალიან ისეთი კულტურა აქვს რომ აი ყველა დეტალი იციან ვისე ჩართულები არიან წარმოიდგინე მეორე ლიგის გუნდის თავარი მწვრთნელი კუჩაში გადის და იმას ხა ცნობ ესე იგი წინა დღეს ჩასულს რა ეს თვითონ ძალიან გამოსწლებელი ხო ანალიტიკოსად რითაც დაიწყე ამ სპაიერში მუშაობა და საერთოდ სამწვრთნელო საქმის დაწყება საიდან მოგივიდა და საიდან დაიწყე ნუ ფეგურს ეგ ისა ხო არ ყოფილა ერთ დილას გაგეღვიძა და მოდი ხარ მელი ვიქნე მე და დაიწყე რაღაცა ქონდა ხო ეს რამ გიბიც გააკეთე ესე იგი ნუ ბავშვობიდან ფეგურს თამაშობდი ან საკმაოდ რთული პროფესიაა ძალიან მით უმეტეს აი თავარი მსვლელობა მით უმეტეს აი მე ვერც წარმომედგინა ამხელა სტრესის და ამხელა რაღაცების ფონზე გიწევს ესე იგი მუშაობა რა და მაგრამ მარტივი არც ერთ სფეროში არაა რა ეხლა თუ ამ სფეროში ადამიანს უნდა რომ რაღაც წარმოდებას მიაღწიოს და ყოველ შემთხვევაში ამ სფეროში იყოს ამისთვის სხვა ჩვენს პირველად მე რომ ცნობა სასწავლო კურსებზე რომ წავედი იყო გაიუს დარსაძესთან გავიარე პირველი ის რა ქვია ლიცენზიის კურსი და აი როგორ მახსოვს რომ პირველივე იმაზე რა ქვია სემინარზე თქვა რომ თქვენ ეხა აქ გინდათ რომ ცნელები გახდეთო და როგორნიათო რომ ტელევიზორში რაღაცა ესე გამოჩნდებით და ეს რაღაცა ცნელები ყველაზე დაუფასებელი სამსახურიაო წინასწარ იცოდეთ. ამასო მე გაიხსენებთო, აი როცა შეხვდები ამ იმას რა ქვია სიტუაციას რომ შეეჩეხებიო და აი შენ გონებაში რომ დაგატყოსო, მე გამიხსენებთო ამ სიტყვებსო, რომ წინასწარ ვიცოდეთო. ანუ ეს კაცი გვამზადებდა წინასწარვე, რომ ანუ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ეს არის სამსახურია, მართლა ეგრეა ეხა. რეალურად როა იყო, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად კლოპის მოყვარული ვარ, აი ბავშვობიდან მართლა მაინცი და დორტმუნდი და აღშენახმერთი და აი კლოპის და სხვა ჯერ ლივერპულის გულშემატკივარი ვარ ღრმა ბავშვობიდან, მაგით მიცნობს მთელი, რავი, ჩემი სამეგობრო რა და წარმოიდგინე როგორი ის მოხდა რა, კლოპი მიყვარდა რომ ბორუსიაში რო იყო და გადმოვიდა ლივერპულში. შენ გააკეთე ტრანსფერი. ხო, რა რაღაცა ეგრე გამოვიდა და წარმოიდგინე ხა 30 წელი 90 წელს მოიგო ბოლოს იმან ლივერპულ 30 წელი იმას რა ქვია მოგებული არ ქონდა ლივერპულს პრემიერ ლიგა და კაცი მოვიდა ანუ მაგშინ ხა ლივერპული იყო ერთ-ერთი ყველაზე დასუსტებული ესეთი მანჩესტერის ჩრდილის ქვეშ მით უმეტეს და კაცი მოვიდა ესე იგი 30 წლის მერე პრემიერ ლიგა მოიგო ჩემპიონთა ლიგა მოიგო ლიგაზე ფინალებში ამდენჯერ გაიყვანა ანუ რაც გრანდად აქცია რა ეს კლუბი რომელიც მართლა ისეთი იყო რა ქვემოთ რაღაცა და ერთი შემდეგ სეზონში სეზონში მოხდა ისე რომ პირველი 10 ტურში რაღაცა დაბალი ქულები ქონდა რომელი წელი იყო აღარ მახსოვს და აი როგორ მახსოვს რომ ქუჩებში ეწერა რომ კლოპ აუთო რა ანუ წარმოიდგინე გულშემატკივარს დაუწერა არა აწყობილზე ანუ ეს მოგებული ქონდა ეს ისენი ის სეზონი აი მაშინ საერთოდ ალისონმა რო გაიყვანა თავურით ლიგაზე ეს სეზონია ასტონ ვილასთან 7-2 რო წააგეს და ეს არის მეორე თუ მესამე სეზონი არა ამის ბოლო წლები იყო ხო მაგას გეუბნები პანდემიის მერე რაღაც ბოლო პერიოდი იყო ჩავარდნა ქონდა უეჭველი მახსოვს და ქუჩებში წარმოიდგინე კაცი რომელმაც ანუ ამხილა საქმე და აატრიალა და ამხილა ფეხზე დააყენა გუნდი გინდა ფინანსურად გინდა
5 მილიონიანი ფეხბურთელები 100 მილიონებად აქცია ეხა, ხო ეს რობერტსონები, ეს მანეები და სალაკები ფიორენტინაში და იმაში თამაშობენ, ხო? და ანუ მად მივხვდი, აი უკვე მად მართლა მივხვდი, რომ მეთქი ანუ ესე იგი ეგრეა რა, უნდა შეეგუო რა მწვნელი როცა ხარ, უნდა შეიმნა ამისთვის მზად უნდა იყო. რანიერის რაც გაუკეთეს პირობითად ლესტერში, ხო, ანუ კაცი და უცებ მეორე დღეს ანუ ხო ესეთი სამსახური გაახადა და მაგრამ ეს მწნელობას რაც შეეხება, ესე ეხლა ტოტენჰემში ეს კაცი ხო, ავსტრალიაში მეორე დღეს გააგდეს. ხო. მწნელობას რაც შეეხება, ესე იგი ბავშვობიდან თამაშობდი ფეხბურთს, ну, დიდი ისეთი პოტენციალის ფეხბურთელი იყო, არ ვიყავი, იმიტომ რომ ვერ ვითამაშე რეალურად 19 წლის ვიყავი, თუ სწორად მახსოვს 18 სადაც მოვჭი უკვე ფეხბურთს თამაშ და სხვა შორის მე ჩემი ცხოვრება ცოტა სხვა კუთხით წავიდა, მაგრამ აი ნათქვამი მქონდა სულ რა, აი ბავშვობიდან ნათქვამი მქონდა სულ, რომ წნელობა უნდა გამოვიდე მეთქი, აი მართლა ბავშვობიდან ვიზახდი, რომ რაღაცა მქონდა ამის კუთხით რაღაცა ეს ინტერესები და აი ნათქვამი მქონდა რომ 26 წლის თუ გავხდები, რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდი 26 წლიდან უნდა დავიწყო მეთქი ცნობად ხო და აი გულწრფელად გეუბნებით ესე იგი ბავშვი სველოდებოდი, მუშაობდი სხვა სამსახურში და ესე იგი ბავშველოდებოდი, ეხლა ფინანსები საჭიროა, ის საჭიროა, მაგრამ იმდენად ესე იგი მქონდა ეს რაღაცა განზრახვა, რომ აი 26 წელი არ ვიცი სად მქონდა ეს ამოჩემებული, მაგრამ მინდოდა რომ ამ 26 წლიდან ჩემი საყვარელი საქმე რაც მეგონა რომ იყო და მინდოდა რომ მეკეთებინა, ამაში აი რაც არ უნდა მომხდარიყო და რა სფეროში უნდა ყოფილიყავი, უნდა ეს ნაბიჯი გადამედგა და აი ზუსტად იმ მომენტში ესე იგი განვაცხადე, ასე ვთქვათ, ოჯახში ყველგან რომ მეთქი ეს ავედი დიდ ავიაციაში. ჩემი საქმე რაც მინდა რომ ვაკეთო, მიყვარს ეს საქმე, მინდა რომ ვაკეთო და ცოტა არ იყოს ყველა მისე მიიღო მაშინ რა ეს რა ქვია ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ რა ვიცი, მართლა შევეცადე რომ დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში მართლა ჩემი თავით კმაყოფილი ვარ რომ აი ან ფაქტობრივად არავინ ფეხბურთის შენ არ გითამაშია. დიდი ფეხბურთელი შენ არ ყოფილიყარ, არც არავინ პირობითად საფეხბურთო საზოგადოებაში არც არავინ არ გიცნობდა, ხვდები. და მაინც რაღაც დონეზე მოვახერხე ის რომ 35 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გავხდი და რა ვიცი, გინდათ აგერ კონფერენციის ლიგაზე ამხელა გამოსვლება მივიღე. ნუ ეხლა კიდევ ერთხელ შეიძლება საერთოდაც არ განვითარდეს ჩემი კარიერა ისე როგორც მე მინდა, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ამ საქმეს მაქსიმალურად შევეცდები, რომ ბოლომდე გავაკეთო და რა გამოვა, როგორ გამოვა უკვე მე. აი წერა მწვრთნელობაზე და დაუფასებლობაზე უცებ ტრაპატონის სიტყვები გამახსენდა რა, ეს დიდხანს თევზები ვართ მწვრთნელებიო, დიდხანს თუ გავჩერდებითო, ერთ ადგილას ყროლდებითო რა. ესე უხეშად თქვა. ხდა ისა და აი ფეხბურთელიც იყავი გარკვეულ პერიოდის, შემდეგ იყავი სხვადასხვა ლიგებში უკვე იმუშავე ბავშვთამსწნელად. ანუ რაღაც გარკვეული ის გამოცდილება გააქვს დაგროვებული და ამიტომ აი მაინტერესებს ფეხბურთელები ჩვენთან. აი შემდეგ რო ქრებიან სადღაც 20 წლის მერე და შემდეგ რო ვერ უმატებენ. ეხლა ზოგი გასაგებია, ზოგს მოთმინება არ ყოფნის, ზოგი უდისციპლინოა და ზოგი ქუჩაში დგას მთელი 24 საათი და ის მაგრამ არიან ალბათ ისეთებიც, რომლებსაც არ გაუმართლა რაღაც ან ტრაუმა. აი ყველაზე ხშირი მიზეზი რა არის ხოლმე იმისა, რომ აი ამ პერიოდში ყველაზე ხშირი მაინც. რა თქმა უნდა, ზოგი ის არის, ზოგი ის, მაგრამ ეცი რა არის უფრო აი გლობალური მიზეზი რა. ხო, ამას როგორ ხედავ, იცით, მაინც მივდივართ იქამდე, რომ ნებისყოფა პირველ რიგში და ანუ რეჟიმში რომ საფეხბურთო რეჟიმს რასაც ქვია რა, დისციპლინას რასაც ქვია, ხო? გინდა მწვრთნელი იყავი, გინდა ფეხბურთელი იყავი. თუ აი ამ რეჟიმს მოწყვეტილი ხარ და თუ რაღაცა აი სხვა მიმართულებებითაც გააქვს რაღაცა ხედვები და 100% ჩართული არ ხარ, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვხედავ, რომ იმას მე მოყვება ის ჯვარედინი, იმას მოყვება ის, იმას მოყვება ეს, ანუ რა სხვადასხვა მიზეზები მოყვება, მაგრამ საერთოდ ჯამში მე აი მაგალითად ავიღოთ არაცხელი ავიღოთ პირობითად. ნუ უდიდესი ნიჭის პატრონი, მაგრამ აი მარტო ნიჭის არ არის ყველაფერი, მე ვთვლი რომ ნებისყოფა, ესე იგი, არის ყველაზე დიდი თვისება ადამიანში. თავს უნდა მიხედვა, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რეჟიმი. მე შემიძლია კიდევ თქვა ცოტა ესეთი სენსიტიური თემაზე, ანუ წმენაში როცა ადამიანი არ ხარ, წმენა ჩვენ მithumedes ქრისტიანები ვართ, ხო? წმენაში უფალთან ახლოს უნდა იყო რა.
უფალთან ახლოს ყოფნა ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ისეთ რაღაცებს არ გაგეკეთებინებს ის ცხოვრება, რამაც შეიძლება რაღაცა წოდვები პირობითად ვიზახი, ხო შეიძლება ცოტა სხვა კუთხით გავდივარ, მაგრამ სხვა რაღაცებში გაგიყვანოს, მეებში, წოდვებში გაგიყვანოს. ის წოდვებს მე რაღაცა თავისი ისენი მოყვება, პოსტ რაღაცები მოყვება, ხო და მე ამას ვფიქრობ, რომ ძალიან რთული საქმიანობაა ზოგადად, ანუ შენ თუ მთელი შენი ცხოვრება ამ საქმეს არ მიუძღვენი და მარტო ეს არ არის შენთვის პრიორიტეტი, ეს რაღაცა თან ნებისყოფა ყველაზე სხვა რო დადის და პირობითად ერთობა იქ დაბადების დღეებზე, ხორცილებშია თუ რაც არის და შენ კონკრეტულ თემაზე ხარ გადართული თან 100% დახარჯული ხარ. ხო მე ვფიქრობ, რომ უფალი ამას გიფასებს, არ არსებობს რა პირველ რიგში რომ ღმერთმა ეს რაღაცა შენ არ დააკლო საქმეს, ბოლომდე გააკეთო ყველაფერი და სადღაცას რაღაცაში მაინც არ გაგიმართოს. აი მე თუ მკითხავთ, ეხლა ჩემი ეს პატარა ისტორია რაც ეხლა აქამდე იყო, რაც დაიწერა, ეს უფლისნებით იყო ეს ყველაფერი რა. უფლისნების გარეშე მე ვფიქრობ, რომ ეს ამდენი რაღაცა მიყვა, ხო ეს რაღაცები ერთმანეთს მიება. ხო იქ რო ერთი რაღაცა არასწორად მოხდარიყო, ეს წარმატება აღარ მოხდებოდა, ხო და აი ეს მე ვფიქრობ, რომ ალბათ ისე ვიცხოვრეთ ჩვენ ყველამ ერთად, ალბათ ისეთი რეჟიმი დავიცავით და ისე ვიცხოვრეთ, რომ ეს ყველაფერი ალბათ მე ესე ვფიქრობ და შევწდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე ჩემ თავში, რომ ეს ყველაფერი უფლისნებით მოხდა და ალბათ სპორტსმენიც ყველა უნდა იყოს იმაზე, რომ ნებისყოფა, რწმენა, შრომა და უფალი ყველაფერს განახედოს. რა თქმა უნდა, ეხა 21 საუკუნეა და ეხა ყველა კუთხით შეუულია უკვე ფეხბურთელს ადამიანს ნებისმიერს, რომ აგერ ChatGPT-ია იღებ პირობითად ან ნებისმიერი ინფორმაცია შეგიძლია, რომ ნებისმიერი გინდა ყვება, გინდა აღდგენა, გინდა ნებისმიერი კუთხით შეგიძლია, რომ შენ თავს მინიმუმს სულ არავინ არ იმას ხნას მიგითითოს, როგორ მიხედო და შენ შეულს როგორ მოუვარო პირობითად, ხო? ამიტომ რაღაც ესეც მე ვფიქრობ კომპლექსური საკითხია, მაგრამ პირველ რიგში მაინც მე ვფიქრობ, რომ ნებისყოფა არის პირველ რიგში ალბათ ცხოვრებას ნებისყოფა აკლია ახალგაზრდა ნებისყოფა, იმიტომ რომ ეხლა მეც ჩემ თავზეც ეხლა რატო დაანებე ფეხბურთის თამაშს, რაღაცა მიზეზებს იმაშებოდი რა, რაღაცა არ მინდა ხე მიზეზების ჩამოთვალა. ეხლა ცოტა სხვა იმით რომ იცი არა, ფიქრობ. ეგ რა მიზეზია, ხო? რა მიზეზია, ხო? შენ თვითონ კოტრიალობდი იქ, მოიცა რა. წვნელი არ მათამაში. ხო, რაღაცეები, ხო და არა, აი პირველ რიგში ალბათ მაინც ნახე მე როგორ ფეხბურთელი რო ეგეთ იმაში ჩავარდება, რაღაცა განსასწრელია თუ რაღაცა ჯვარედინია თუ რაღაცა. მე ვფიქრობს იმას, რომ აი სხვა მიზეზებზე გადადის რა, ხო ხდები ყველა რა, რომ აი ამის ბრალია, ის კი არა რომ ჩემი ბრალია, რომ მე რაღაცა ეს არ გავაკეთე, ეს არ მოვინდომე, ეს ნებისყოფა არ გამოვამჟღავნე. აი მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რა. ვინც აი ქართულის ვინც მოითმეს ის მოიგებს ხო არ ესეთი რაღაცა გამოთქვა, ხო? თუმცა გარემოც რაღაც მომენტში უნდა გეხმარო. რა თქმა უნდა, მე ვთქვი რომ კომპლექსურია ეს ყველაფერი და შეიძლება მაგასაც მაგრა აკეთებდე, მაგრამ პირობითად მაინც არ გაგიმართოს რაღაცა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი შენ თუ 100%-ით, 101%-ით არ მოინდომე. აი როგორც მერაბ დვალიშვილი კიდე ერთხელ, ხო? აი კბილებით რო გაიტანა რა. ეხა იმ კაცმა იცოდა ბილეთს რო ყიდულობდა იქ, რა ქვია, ამერიკაში წასასვლელს ბილეთს რო ყიდულობდა. ალბათ ის შეიძლება ნასისხები ფულით იყო, არ ვიცით, ხო? ხო, იცოდა ის რომ ამ ხელა имас, რა ქვია, მიაღწევდა. აი, მაგრამ თვითონ ის იცოდა რომ ამ კბილებით გაათრევდა. ეგ ნებისყოფა და რწმენა ქონდა. ამას ვიზახი, ეს თუ ფეხბურთელს არ გაქვს რომ რაღაცა არ გამოდის და უფრო მაგრა მოინდომო, უფრო მაგრა ჩართული იყო, უფრო დაიცვა ის შენი დღის რეჟიმი, ნებისყოფა, წმენაში იყო, უფალთან ახლოს იყო. ეს ყველაფერი მე არ არსებობს, რომ სადღაცას რაღაცა წარმატება იმან აუ ახსოვს ადრე რა მიზეზები იყო ხოლმე ხა შედარებით, როცა ის ინტერნეტი ესეთი ყველაფრის ინფორმაციას რო ვერ იპოვებდი, ფეხბურთელებს ბევრს ჰქონდა აი ეს მიზეზი გუნდში. რატო გამოგიშვეს ან რაღაცა? ნუ აი სხვადასხვანაირი ის დირექტორი შეიცვალა, ის არა და ნუ აღმოჩნდებოდა რომ არავინ არ შეცვლილა იქ. ან ის არა. ეგეც აი ჩვეულებრივი ქართველები არ ევასება. ესეთი იყო ხოლმე ქართველები არ ევასება. ანუ ერთი გუნდი არსებობს იმას დედამიწაზე. თუ პირობითად არის რომ მაგალითად შემოწმეულ სიტყვაზე ვიზახ, არ ჯდებოდე იმის რაღაცა სხვანაირი პროფილის მოთამაშე ხარ პირობითად. არა, კაცო მიზეზებს რა დალევდა რა, არ ელეოდა მიზეზებს. ხო, შეგიძლია სხვა გუნდში გადახვიდე იქ მოძმან. აი ეგ არის მაგას ვიზახი რომ ან
მაინც ნებისყოფა და შენ თავზე მუშაობა. არა, ქართველები არ ევასება იყო ხოლმე მაგარი ის. ანუ, კაი, შეიძლება ეს იყოს რუსეთში, უკრაინაში, ნუ ქართველები, აი სიტყვაზე, აი ბელგიელს, ჰოლანდიელს, ქართველები არ ევასება, აი ბელგიელს რა დაუშავა ქართველ. რა ისტორიული განაკვეთა აქ რა. ის ფეხბურთელი ყავს. ვით უმეტეს ეხა ის ქართველი ფეხბურთელი ხა რო გადის ევროპაში, ხა სხვა კულტურა, შეიძლება იყოს ეგეც, მაგასაც ვერ იმას იზავრო, რაღაცა მით უმეტეს რაღაც არ მოეწონოს იმას მიზეზი და ეგრევე იმათ მხარეს გადავიდეს, ვინც თავისიანებია პირობითად ვიზახი, მაგრამ ცდუნებებიც ეხა იქნება სავარაუდოდ ხა ამ ხელს სხვა ქვეყანაში ჩადიხარ უფრო თავისუფლად ხარ უფრო რაღაცა და ეთქობა იქაც ნებისყოფის ამბავია ხა მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში რა ასე გეთა აზუკა გავედით ბოლოში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებ და ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ სეზონის ბოლო გადაცემა იყო ბოლო სეზონის ბოლო სტუმარი და მე მგონი ესაც საინტერესოდ ვისაუბრეთ სექტემბრამდე. ცოტას ჩვენს დავისვენებთ და სექტემბერს დაგიბრუნდებით მე-4 სეზონით. მადლობა Leader Sports. გამოგვიწერეთ, გისურვებთ წარმატებებს. კარგად ზანდებოდეთ. მადლობა. იყავით და რა ვიცი ხა სპაიერი ყოველ წელს რაღაც ახალ გვთავაზობს და გაისად ამ დროს რა იქნება? ნახოთ, რა სიახლეს შემოგთავაზებთ არ ვიცი. ნახოთ, რა გამოგვივა, ნახოთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. კი, აი ხარ.